ბევრი კითხულობს, რატომ ჩამოვიდა ილჰამ ალიევი დღეს და ახლა საქართველოში და მეორე კითხვაც აქტუალურია, რასაკვირველია, რატომ შეხვდა ის არა მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ კაცს, ან ირაკლი კობახიძეს პრემიერად რომ მუშაობს იმ კაცს, ან სხვებსაც, არამედ მაგალითად კალაძეს, ხო? არამედ რატო შეხვდა თვით ბიძინა ივანიშვილსაც, ბიძინა ივანიშვილი ხო მაინც არაფორმალი მმართველია და რაღაცა არაფორმალი მმართველია იქნება და არ უნდა ხვდებოდეს რომელიმე ქვეყნის ლიდერი მას და არ უნდა ხვდებოდეს, რასაკვირველია, მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, თუმცა ჩვენ მსჯელობთ ახლა, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და რაღაცა შეხვდა ბიძინა ივანიშვილსაც, ჩვენ შესაბამისად ერთგვარად კომპეტენტური კვალიფიციური ანალიზი უნდა გავაკეთოთ ამ ამბებისა. პირველ ყოვლისა, ალიევი რამდენიც არ უნდა შეხვედროდა, 7-ჯერ რო შეხვედროდა კობახიძეს, ალიევმა შესანიშნავად იცის, რომ კობახიძე გადაწყვეტილების მიმღები არ არის და ფორმალურ პრეზიდენტს რაც არ უნდა თუ პრემიერს რაც არ უნდა უთხრა, ისინი მაინც აცუნცულდებიან და ბიძინა ივანიშვილს მოახსენებენ და სწორედ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ამა თუ იმ საკითხს, აქედან გამომდინარე ფრიად ჭკვიანური ნაბიჯი იყო ალიევის მხრიდან შეხვედრა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან და არა ირაკლი კობახიძისათვის იმ მთავარი გზავნილების გადაცემა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს კონტექსტში. ეხლა სხვაგვარად ვიკითხავ და სხვაგვარად დავსვათ ქვერისდებართვის საკითხს. გეხსომებათ, რომ ალიევი საქართველოში არ არის ნამყოფი კარგახანი. არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ირაკლი კობახიძეს ყოველ შემთხვევაში თბილისში ის ნამდვილად არ შეხვედრია, მისი უკანასკნელი მასპინძელი საქართველოში იყო ირაკლი კობახიძის წინამორბედი, ახლა პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილთანაც ალიევს ჰქონდა ფრიად საინტერესო, მათ შორის ეკონომიკურ პროექტებზე საუბარი, ეკონომიკურ საკითხები განიხილეს, ბიზნეს საკითხები განიხილეს, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს, გაგიკვირდებათ და მაგრამ ვერც ერთი ის წინადადება, რომელიც შესთავაზა მაშინ ალიევმა, მაშინდელ ახლა პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ვერ აღასრულა სწორედ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ან მანამდე რამიშვილობა გახარია ბახტაძე კვირიკაშვილი, ისევ ღარიბაშვილი თუ სხვები, ან დღევანდელი ირაკლი კობახიძე გადაწყვეტილებას უბრალოდ ვერ იღებენ, გადაწყვეტილებას როგორც ასეც დამოუკიდებლად ვერ იღებენ, ამიტომ ალიევმა ამ ფორმალისტური შეხვედრების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ბაქოში მყოფმა, რასაკვირველია, რომ ეთხოვა კობახიძისათვის, რომ იქნება და ეს შეხვედრა გამართული იყო უშუალოდ, სწორედაც რომ ბიძინა ივანიშვილთან და ეს მოთხოვნა თუ სურვილი დააკმაყოფილდა, იმიტომ რომ მთავარი გზავნილები სწორედ ივანიშვილისთვის უნდა გადაეცა ალიევს და მთავარი გზავნილები არ არის აზერბაიჯანის გზავნილები, ამას ხაზგასმით ვამბობ. ალიევი თავის მხრივ თუ მართებულად ვიქნები გაგებული, არის ერთგვარი შუამავალი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და აქვე ასაკვირველია უნდა ვახსენოთ მარკო რუბიოს სატელეფონო საუბარი ხსენებულ ირაკლი კობახიძესთან. რამდენი წუთი გაგრძელდა ის საუბარი ჩვენ არ ვიცით, ვარაუდობთ, რომ 15-20 წუთი მინიმუმ და შესაძლოა ნახევარი საათიც მხარეებმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და აკაურმა პრემიერად წოდებულმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ როგორც ჩანს, მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს უთხრა შემდეგი და ალბათ მთავარი წინადადებაც დანარჩენზე, როგორც ასეთი თუ ასეთზე ისაუბრებს ჩვენი სახელით ილჰამ ალიევი, რომლის ვიზიტიც ვიცით, რომ იგეგმება საქართველოში და შესაბამისად კარგი იქნება თუ ბატონ ალიევს უმასპინძლებთ თქვენ პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძე, უმასპინძლებს პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილი, უმასპინძლებს სხვა ნებისმიერი სახელმწიფო პირად წოდებული ამ მთავრობიდან, მაგრამ პირველ ყოვლისა მთავარი გზავნილები შეერთებული შტატებისა უნდა გადასცეს ბიძინა ივანიშვილს, სწორედაც რომ აზერბაიჯანის ლიდერმა, რომელიც ჩამოდის. ანუ რისი თქმა მინდა, მარკო რუბიოს ზარის გაგრძელება, ერთგვარი გაგრძელება ალიევის ვიზიტი და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არის კარგი, იმიტომ რომ ალიევმა აიტანა ამ შემთხვევაში თბილისში და არა აბასთუმანში ან სხვაგან, ამ შემთხვევაში თბილისში მიუტანა ის მთავარი გზავნილები, უშუალოდ მიუტანა რა მთავარი გზავნილებიც აქვს ვაშინგტონს, არა თბილისისათვის, ესე არ წავიკითხოთ, არამედ სწორედაც რომ ივანიშვილისათვის წერილი რომ გამოეგზავნა მარკო რუბიოს კიდევ ერთი ალბათობა იმისა, რომ ივანიშვილი არც მიიღებდა ამ კონვერტს, არც გახსნიდა ამ წერილს და არც წაიკითხავდა რა ეწერა იმ წერილში, მეორე წერილში, ალბათობა ამისა იყო მაღალი. ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ჩემი მოსაზრებით სწორი გადაწყვეტილება, დანიშნა თუ სწორი სიტყვა შუამავალი,
რომელიც საქართველოს დე-ფაქტო მთავრობასაც კობახიძე ეყაველაშვილს, ოჭორიშვილს თუ სხვას, კალაძის ასე მაგალითად, მაგრამ აგრეთვე დაელაპარაკა უშუალოდ ივანიშვილსაც და ის წინადადებები უთხრა, ის წინადადებების შესთავაზა, რა წინადადებებიც აქვს ვაშინგტონს მოსებულ ეტაპზე საქართველოსთვის. და წინადადებების ქვაკუთხედი არის, თავარი ღერძი არის ის, განრუსდით როგორმე, როგორღაც დასცილდით რუსეთს და ვილაპარაკოთ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის იმისთვის, რომ ილაპარაკოს საქართველოს თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, მთავრობასთან, ოღონდ საქართველოს ნამდვილად საქართველოს ინტერესების შესაბამისად, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების თაობაზე ამ რეგიონში ზოგადად, ან კონკრეტულად თუ გდებავთ ასე ვიტყვი, ანუ ამ რეგიონის ორ სახელმწიფოში ისედაც პრაქტიკულად განახორციელა ან ანხორციელებს შეერთებული შტატების საკუთარ ინტერესებს და რჩებოდა და რჩება ერთი სახელმწიფო საქართველო, რომელშიც შემოსვლა შეერთებულ შტატებს რასაკვირველია უნდა, იმიტომ უნდა რომ შესანიშნავად ხდება, რომ საქართველოს გამოიყენებს პლაცდარმად რუსეთი კავკასიის ორ დანარჩენ სახელმწიფოზე, ორ დანარჩენ ქვეყანაზე რევანშისათვის და ამ რევანშის თეორიულ ალბათობასაც კი, თეორიულ შესაძლებლობასაც კი ვაშინგტონი ნამდვილად არ უშვებს, არც დაუშვებს, უყურებს რა ამ საკითხს ფრიად სტრატეგიულად. ახლა შესაბამისად ისმის კითხვა რა შეიძლება იყოს შეერთებული შტატების ინტერესი, შესანიშნავად ხდებიან და ხედავენ, რაც თავარია ამერიკის შეერთებულ შტატებში, აკი ამასაც უკავშირდება მისი ცალკეული წარმომადგენლების ვიზიტი ასე მაგალითად ანაკლიის პორტში, შესანიშნავად ხედავენ, რომ მაგალითად ჩინეთის სახელმწიფო კომპანიამ უბრალოდ ვერ აიღო ის პასუხისმგებლობა, არ აიღო ის პასუხისმგებლობა მაგალითად ანაკლიის პორტზე, რაც შესთავაზეს კიდეც ჩინელებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოაგებინეს, იცით თქვენ, ტენდერი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და დაიწყეს თავად მუშაობა, თუ იმას მუშაობა ჰქვია, რაც დაიწყო საქართველოს მთავრობამ. ანუ ვითომ აღღრმაწყლოვანებას აკეთებს, ვითომ რაღაცას აკეთებს, და რეალურად არანაირი პროგრესი ანაკლიასთან მიმართებაში არ აქვს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციითაც, ერთგვარი ინფორმაციითაც, თუმცა ეს დაბეჯითებით ამის მასულა რთულია, მაგრამ მაინც მოკლედ მე მყავს წყაროები, რომლებიც მეუბნებიან შემდეგ რამეს, რომ ილხამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს და პირველ ყოვლისა რასაკვირველია ბიზნე ივანიშვილს შესთავაზა ანაკლიის პორტში საკუთარი, ანუ აზერბაიჯანის მსხვილი მონაწილეობა. ეს არის მთავარი, ან ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც უთხრა ალიევმა ბიზნე ივანიშვილს პერსონალურად, ოღონდ უთხრა ალიევმა ბიზნე ივანიშვილს რასაკვირველია ამერიკელების თხოვნით, ან ამერიკელების კარნახით. დიახ, ჩვენ ჩავდებთ ფულს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, ოღონდ თქვენ უნდა განრუსდეთ. ეს არის ერთგვარი საფუძველთა საფუძველი, მთავარი პირობა ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანია ორივე სახელმწიფოსთვის, კავკასიის რეგიონის ორ დანარჩენ სახელმწიფოს გულისხმობ, ანუ აზერბაიჯანისათვის და სომხეთისათვის, განსაკუთრებით აზერბაიჯანისათვის, რომელსაც არ უნდა ყველა ტვირთის გადატანა, ხაზგასმით ვამბობ, ყველა ტვირთის გადატანა მხოლოდ ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის მიმართულებით თუ მისამართით, იმიტომ რომ ის რეალურად უსაფრთხო შეიძლება არც იყოს ნაწილობრივ, მაინც გადის რა ირანის ჩრდილოეთზე, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კომპონენტსაც რასაკვირველია შეერთებული შტატები უზრუნველყოფს და ეს პროექტი თავიდან ბოლომდე სრულად თუ ამოქმედა და ზანგეზურის დერეფანი არასწორი სიტყვაა, ჩვენ ალბათ მაინც უნდა დავარქვათ, ისე უნდა მოვიხსენიოთ ეს პროექტი ტრიპის პროექტად, ანუ ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, მაგრამ დივერსიფიკაცია აუცილებელია და საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყნის ინფრასტრუქტურის და შესაძლებლობების გამოყენება საზღვაო ქვეყანაა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარდაულად აუცილებელია. მეორე ნაწილი, რაზეც გარკვეულზე მაღალი ალბათობით ესაუბრა აზერბაიჯანის ლიდერი, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ლიდერებს და აგრეთვე ბიზნე ივანიშვილს, ეს არის მთავარი ნაწილი, შეიძლება ან ერთ-ერთი მთავარი რკინიგზა. თუ ანაკლიის პორტთან ორი ნიჩაბი მაინც ჩაარტყა ირაკლი კოკაბახიძის მთავრობის ხელმძღვანელობით რაღაცა კომპანიამ და საქართველო ვითომ რაღაცანაირად მონაწილეობს ანაკლიის პორტის მშენებლობაში დაწყებული აქვს, აი რკინიგზასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობას თითითიძეც არ დაუკარებია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და აქაც მყავს ერთი წყარო, რომელიც მეუბნება, რომელიც მიდასტურებს, რომ რკინიგზის მოდერნიზაციასთან დაკავშირებითაც ესაუბრა ალიევი. არა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს, არამედ ესაუბრა ბიზნე ივანიშვილსაც კი. ახლა ისმის კითხვა, აი ქართული ოცნება
ქართული ოცნების წარმომადგენლები სულ ამბობენ იმას, რომ ამერიკასთან უნდა გადაიტვირთოს ურთიერთობები და სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. მზად არის კი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიები, მათ შორის სოკარი პირველ ყოვლისა, ან სხვა კომპანიები სახელმწიფო ხაზს უსვამ და არა კერძო კომპანიები, რომლებიც პრაქტიკულად არც არიან აზერბაიჯანში, ასე მსუყეთ შემოიყვანონ ანაკლიაში ან რკინიგზაში ალიევს, ბუნებრივია ექნება საკუთარი პირობები ტარიფებთან დაკავშირებით, ლოჯისტიკასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მზად არის თუ არა ამაზე ესაუბროს კი არა, ამაზე დასთანხმდეს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მეზობელ აზერბაიჯანს. თუ დასთანხმდება, ხაზგასმით მინდა ესეც თქვა, ეს იქნება ამერიკული ინტერესის ერთ-ერთი ამერიკული ინტერესის გატარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ საფუძველთა საფუძველი, აქ იგითხარით, არის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების და კონკრეტულად ბიზნეს ივანიშვილის განხოცება და განრუსება. ანუ ქართული ოცნება აღარ უნდა იყოს რუსული ოცნება, რაც ივანიშვილს ძალიან ძნელად თუ გამოუვა და მე მგონი არც გამოუვა, იმიტომ რომ ის ნამეტანი, აი მისი ბრალია ეს პირველ ყოვლისა, ნამეტანი არის ჩამობღაუჭებული, ჩამოკიდებული რუსეთზე, როგორც მნიშვნელოვან ფაქტორზე მისი ხელისუფლებაში ყოფნის. აქვე გავიხსენებ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც ერთი დღით ადრე დააკავეს საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და ეს ჟურნალისტი ანტიალიევი კაცია, ანტიოცნება კაციც არის და ანტიალიევი კაციც არის და ეს იყო რასაკვირველია უკანონო დაკავება და სტრასბურგის გადაწყვეტილებათა პრაქტიკულად სრული უგულებელყოფა, ეს იყო ალიევისთვის ხონჩით მირთმეული საჩუქარი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის, ნიშნად თუ დასტურად პატივისცემისა საქართველოს ხელისუფლების პატივისცემისა ალიევის რეჟიმის, ალიევის ხელისუფლების თუ გრებავთ ვიტყვი ასე მიმართ. ეს იყო რასაკვირველია საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებათა დააუფლებების და ასე შემდეგ უხეში დარღვევა. ეს იყო პირველი პრეცედენტი და ეს ძალიან საინტერესო რაკურსია სხვათა შორის. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა საქართველოს მთავრობა ბოლო 35 წელიწადში, ანუ რაც დამოუკიდებელია საქართველო უგულებელყოფს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რაც უნდა ყურებიდან მოათრიოს თუ ყურებით მოათრიოს საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა დე-ფაქტო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა ეს ყალბი არგუმენტი, რომ ისიც რა არის ამის უფლება პრინციპში გქონდა, იმიტომ არ დაუჯეროთ, პირველი პრეცედენტია და პირველი პრეცედენტი თუ გაუვიდა და გაუვა ალბათ ავგანთან მიმართ თემაში, ეს მადასტურებელი ან მიმანიშნებელი იქნება იმისა, რომ უკვე შემდგომში თუ გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების საწინააღმდეგოს, უკვე შემდგომში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება შემოვარღვევს, არ გაითვალისწინებს სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ფეხებზე დაიგინეს, მაგრამ ეს არ არის ჩვენი დღევანდელი მთავარი თემა. მთავარი თემა აქ იგითხარით არის ის, რომ ხონჩით მიართვეს ერთის მხრივ და მეორე კიდევ აზერბაიჯანს რა ინტერესი აქვს საქართველოში, უпроსტად ამერიკელები რას ეუბნებიან, რაში უნდა განახორციელოს აზერბაიჯანმა გარკვეული ინვესტიციები და ბიზნეს ივანიშვილს ძალიან გაუჭირდება, კი მიიღო ალიევი, მაგრამ მაინც გაუჭირდება ალიევის იმ წინადადებების აღქმა, თავიდან ესე ვიტყვი, გააზრება და რაც თავარია შესრულება აზერბაიჯანულ-ამერიკული მოთხოვნა-თხოვნებისა, რომლებიც აზერბაიჯანის ლიდერის ენით თუ პირით წამოუყენა მას ბიზნეს ივანიშვილს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ, ლიდერებმა. ხო, გამახსენდა ამის თქმა, მინდოდა თუ გახსოვთ, სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთო ურთიერთობებიო, ამას ამბობს დღენია და გამას იმეორებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი და როდესაც ვაშინგტონში ერთ სახლის ადმინისტრაციას ან სახელმწიფო დეპარტამენტში ისმევა კითხვა, რომ კი მარა იწყებთ თუ არა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობას, აგვიხსენით და გაგვაგებინეთ და რა უნდა გააკეთოს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება საქმის კურსშია, ასე პასუხობდნენ ვაშინგტონში, ყოველთვის რა ნაბიჯებიც არის გადასადგმელი და ახლა უკვე, როდესაც ალიევი ჩამოსულია, როდესაც რუბიოს წერილი უკვე დახეულია, ან არ მიღებულია ივანიშვილის მხრიდან თუ მიერ და რუბიოს წერილის ნაცვლად ჩამოსულია ალიევი ამერიკული მესიჯებით, ახლა უკვე თბილისმა მით უმეტეს იცის რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს იმისათვის, რომ მართლაც სუფთა ფურცლიდან, უბრალოდ სუფთა ფურცელი მაინც არ იქნება, მაგრამ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვაშინგტონთან. მე ეჭვი მეპარება, გულახდილად გეტყვით, რომ ბიზნეს ივანიშვილი ადეკვატურად
გამოიხმაურება ამ პროცესს, ამ ამბავს. ბიზნე ივანიშვილი განრუსდება, ანუ რუსი აღარ იქნება, იმიტომ რომ ბიზნე ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვიტყვი და უკვე მერამდენე ძალიან აფრთხობს პოლონიუმი ჩაის ჩიქაში და პოლონიუმი აფრთხობს რა, რაც არ უნდა მომხიბვლელი წინადადება გაუკეთოს ვაშინგტონმა ბაქოს პირით, ან ვაშინგტონმა პირდაპირ, ან თუნდაც ბაქომ, რომელიც რასაკვირველია სტრატეგიული პარტნიორია შეერთებული შტატებისა, რაც არ უნდა კარგი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კი არა, წინადადება გაუკეთოს ვაშინგტონმა ცალკე თუ ვაშინგტონმა ბაქოსთან ერთად, ბიზნე ივანიშვილი უბრალოდ ვერ გაბედავს განრუსებას, ანუ პუტინისთვის უკაცრავად სიტყვისთვის და დადებას, გადაყირავებას პუტინისა და ახლა უკვე სწორი ამერიკული ან დასავლური თამაშის დაწყებას ვერ გაბედავს. მეთქი ამას კიდევ ერთხელ ვიტყვი და მე დაახლოებით იმასაც გეტყვით ამ პროექტების გარდა ანუ ანაკლია, ანუ რკინიგზა, ანუ ეროვნული ერთობლივი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის შექმნა, მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთში გადაძაბული ურთიერთობის ფონზე გარდაულა დაუცილებელია, რომ სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის იყოს კოორდინაცია და ვინც ის და საერთო საჰაერო სისტემებიც. აქვე გაგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში თურქეთი აშენებს 1.5 მილიარდიან სამხედრო ბაზას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა პირველ ყოვლის აზერბაიჯანისთვის და მეორე მხრივ დასაკვირველია კავკასიის რეგიონისთვის. მოკლედ აზერბაიჯანის ლიდერის შემოთავაზება იქნებოდა ამგვარიც, რომ იქნება ვიფიქროთ ერთობლივი უსაფრთხოების სისტემებზე, მათ შორის საჰაერო ერთობლივ თავდაცვაზე. აზერბაიჯანი დაიცავს სომხეთს, სომხეთი დაიცავს საქართველოს, საქართველო დაიცავს აზერბაიჯანს, საქართველო დაიცავს სომხეთს, სომხეთი დაიცავს აზერბაიჯანს. მოკლედ ეს ქსელი იქნება გაბაბათ, იმიტომ რომ ძალიან რთული ვითარება ამოცემულ ეტაპზე რეგიონში ფართო გაგებით. ამასთან დაკავშირებითაც წინადადება გაკეთებული ალიევის მხრიდან უშუალოდ ივანიშვილისთვის ეს იქნებოდა რეალურად, ეს არის რეალურად, ესე უნდა წავიკითხოთ წინადადება გაკეთებული სახელმწიფო დეპარტამენტის, შეერთებული შტატების ან საერთოდაც თეთრი სახლის, მოკლედ შეერთებული შტატების წინადადება ეს თბილისისათვის თუ ადეკვატური იქნება ბიზნე ივანიშვილი, ხვალზე არა, მაგრამ ესე მაის-ივნისში ან სექტემბერში ჩვენ უნდა ველოდოთ საქართველოში მსხვილი კალიბრის პოლიტიკოსებს შეერთებული შტატებიდან. მე ვერ გავრისკავ და ვერ ვიტყვი, რომ ეს იქნება რუბიო, მაგრამ რამდენიმე სენატორს და კონგრესმენს უნდა ველოდოთ ნამდვილად. მაგრამ კიდევ ერთხელ დავსვავ კითხვას, ბიზნე ივანიშვილი ყაბულ არის, თანახმარი, რომ განრუსდეს და რკინიგზაში, ანაკლიის სპორტში, უსაფრთხოების სისტემებში, ცალკეულ ენერგო პროექტებში, მათ შორის ყულებთან მიმართებაში შეიძლება ახლა რამდენიმე წინადადების წარმოთქმა და ასე შემდეგ, ყველაფერი დაუთმოს, არასწორი სიტყვა, ეთანამშრომლოს აზერბაიჯანს და შუა დერეფნის კონტექსტში იყოს ადეკვატური პარტნიორი. შუა დერეფანი თუ რუსების კონტროლქვეშ არ იქნება, რუსებს არ აწყობს. შესაბამისად ბიზნესაც არ აწყობს, უბრალოდ ბიზნესს ეუბნებიან, რომ ან შუა დერეფანი იქნება და ჩვენ დავიქვემდებარებთ, ჩვენ შემოვალთ, შენზე გამავალთ შუა დერეფანში მსუხეთ, რუსები ეუბნებიან ბიზნე ივანიშვილს ამას, ან საერთოდაც არ იქნება. ამიტომაც ნახევრად ფეხმძიმდება, მეთქი ახლა ასე ვიტყვი, გვარს არ დავასახელებ, ემან რამე რო არის ფიქრონ, ნახევრად ფეხმძიმდება, ანაკლია თან დაიწყეს და თან არ დაიწყეს, მაგრამ 50 მილიონი ლარი გამოყვეს მიმდინარე წელს, ანუ 18-19 მილიონი დოლარი და არა უმეტეს და აი ეს კი რასაკვირველია, თან დაწყება, ხო, ვიღაცას ჩაიყვან და მოაწონებ თავს, რომ სამი ნიჩაბი გაქვს ჩარტყმული და თან დაწყება არც არის, იმიტომ რომ ამ სამი ნიჩბის ჩარტყმას, ჩაჭრას ნიჩბით არავითარი პრინციპული მნიშვნელობა საბოლოო ჯამში არ ჰქონდა და არც 50 მილიონი ლარი არ უნდა. რასაკვირველია, სამზე მეტი ნიჩაბია ჩარჭობილი ანაკლიის ტერიტორიაზე, მაგრამ მართლა არსებითი პროგრესი ანაკლიის მიმართულებით ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს. ხო და აზერბაიჯანელები ამბობენ, წავიდნენ რაჩინელები, ჩვენ შემოვალთ და ჩვენ შემოვალთ ამერიკელებთან ერთად, ან ამერიკელები იქნებიან ჩვენ ზურგს უკან, ან ამერიკელები იქნებიან და სიტყვიზე ელაპარაკი ეგრე მაგის პასუხია, ვის თავაზობენ, პარემ რაღაცა ასე ელაპარაკობთ და რაღაცა ყველაფრის გამხელა თუ არა, ბევრი რამის გამხელა შეიძლება, საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას თავაზობენ აზერბაიჯანის შემოსვლას და მის ზურგს უკან შეიძლება იყოს ამერიკული ის კომპანია, კი არა, ორი კომპანია, რომელიც ანაკლით დაინტერესებული იყო თავის დროზე, აღარ ხალხს იფჭხილებს, იმიტომ რომ ამის რწმუნება პრინციპში საბოლოოდ არ მაქვს და ვეღარ ვილაპარაკებ ამაზე დამატებით. კიდევ ერთხელ, მას განრუსდება თუ არა ბიზნა ივანიშვილი და თუ არ განრუსდება ამ შემთხვევაში რა ზომებს მიმართავს, ალიევი გაბრაზდება, რასაკვირველია და კიდე 3 წელი არ ჩამოვა საქართველოში, მაგრამ რა ზომებს მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატები და რა არის განრუსების დამატებითი მადასტურებელი. დამატებითი მადასტურებელი გაგიკვირდება და არის ის, რაც არ მithქვამს ამ წამამდე ალიევმა
მოსინჯა საუბარი მიხეილ სააკაშვილზეც და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი სრული სტოპი მიიღო, ანუ ჩაკეტეს ეს თემა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლება ბიზნესთან მოსინჯა თუ არა არ ვიცი სიმართლე გითხრათ და გაარკვეული ალბათობით მოსინჯავდა, მაგრამ აი კობახიძესთან შეხვედრაზე მოსკაკ ჩუსტუიციბა მიხაილ ნიკოლაევიჩის დონეზე როგორ გრძნობს თავს მიხაილ ნიკოლაევიჩი ეს იყო ერთგვარი შესავალი საიმისოდ რომ თუ ირაკლი კობახიძე ადეკვატურად უპასუხებდა ამ ფრიად საინტერესოდ დასმულ კითხვას იქნება და მეორე წინადადებაც წარმოეთქვა ჩაკეტეს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს თემა ალიევთან შეხვედრის დროს, ალიევთან მოლაპარაკების დროს უშუალოდ ბიზნესს გაუბედა, არასწორი სიტყვა ბიზნესთანაც თქვა თუ არა ეს ალიევმა არ ვიცი. მოკლედ ამერიკის ინტერესები არის შემდეგი: პოლიტპატიმრების და სინდის პატიმრების განთავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშნა 2028 წლის ოქტომბერში ხაზგასმით ვამბობ ამას, ოღონდ ისე რომ შეიცვალოს ყველა კანონი განთავისუფლდეს პოლიტპატიმარი ყველა და სინდის პატიმარი ყველა, ეს ორი პირობაა აუცილებლად შესასრულებელი და იყოს ნორმალური საარჩევნო გარემო, რომელიც ოპოზიციას მართლაც მისცემს შესაძლებლობას გამარჯვებისა ხაზგასმით ვამბობ და ქართულ ოცნებას გადაისვრის ამ ქართული ოცნება გადაბარგდება ამ არჩევნების შედეგად, შესაძლოდ გადაბარგდება, მოდით უბრალოდ ეწინადება ვთქვათ, ოპოზიციაში, ეს არის შეერთებული შტატების ერთგვარი მოთხოვნა, ალბათ სწორი სიტყვაა, მაგრამ უფრო ასე ვიტყვი, წინადადება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ ამბობენ ხოლმე რომ თბილისმა ყველაფერი იცის, რაც უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ, ეხება არა მხოლოდ ანაკლიას რკინიგზას, სტრატეგიულ პროექტებს, ენერგო პროექტებს და ასე შემდეგ და ასე ენერგო მატარებლებს და განრუსებას ზოგადად, არამედ ეხება იმ სამ ძირითად საკითხსაც, რომელზეც ახლა გავამახვილე ყურადღება: პატიმრების განთავისუფლება, ჯოჯოხეთური კანონების გაუქმება, ახალი არჩევნების დანიშნა და რუსებისაგან დაცილება, რუსებთან განქორწინება, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არბიდა მაინც და მაინც უხეში და ბილწი ვიყო, მაგრამ პრაქტიკულად ლოგინში ჩაუგორდა რუსეთის დე-იურე ხელისუფლებას, მას მისცა ირაკლი კობახიძემ პირველი ღამის უფლება, მეთქი, ასე ვიტყვი, დიახ, პირველი ღამის უფლება დაუკანონა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთს და უნდა რომ ამ პირველი ღამის პერსონაჟი იყოს მთლიანად საქართველო, რომელსაც რასაც ჩვენ დასაკვირველია მას ვერ მივართმევთ, არანაირი სურვილი არ აქვს რუსეთთან საერთოდ ურთიერთობისა, ფლირტისა კი არა, ფლირტზე უარესისა და უმეტესისა, რასაც კადროლობს ბიძინა ივანიშვილი, რასაც გვაკადრებს და აკადრებს ამ ხალხს, ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას, ამ ქვეყნის ისტორიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამერიკელები რეალურად ამბობენ და ეუბნებიან, რომ შენს გარშემო წრე ვიწროვდება და მარყუჟი შეიძლება კიდევ უფრო დავიწროვდეს. ამიტომ მოусმინე ახლა ალიევს, ალიევი რო გელაპარაკება, ალიევ მასეც უთხრა შემწყელთ არსებული ინფორმაციით, რომ я разговариваю с вами. მე გეუბნებით თქვენ არა მხოლოდ ბაქოს სახელით, არამედ მქონდა რა კონსულტაციები ვაშინგტონთან, პრინციპში ვაშინგტონის მესიჯებიც არის ეს ყველაფერი, ეს არის რასაც გეუბნებათ თქვენ, რასაც გითვლით თქვენ ჩემი პირით ვაშინგტონი, კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაცია და უფრო კონკრეტულად სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიომ უთხრა ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩამოვა უახლოეს დღეებში ალიევი და მთავარ გზავნილებს ის გადმოგცემს. ალიევი ჩამოვიდა, ალიევი არ დასჯერდა ირაკლი კობახიძესთან მოლაპარაკებებს, ალიევმა მოითხოვა, ჯერ კიდევ ბაქოში მყოფმა მოითხოვა ივანიშვილთან შეხვედრა და იქ დაყვებოდა, გახსოვთ ხო, ნახეთ ხო კადრი, როგორ დაჰყვება მსახურივით ამ ორ ლიდერს, რეალურ ლიდერს, ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს, უკან ორნაბიჯნახევრით უკან ირაკლი კობახიძე და კიდევ უკან მარიამ ქრივიშვილი და კიდევ უკან ღმერთმა უწყის ვინ. დიახ, რეალურ მმართველს შეხვდა და რეალურ მმართველს ვერბალურად გადასცეს ის, რასაც ითხოვს შეერთებული შტატები. იქნება ადეკვატური ბიძინა ივანიშვილი, შესაბამისად თუ იქნება, მალევე ის დათმობს ძალაუფლებას. არ იქნება, ხო, მაგ შემთხვევაში როგორ განვითარდება პროცესები, მე კი ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, თორე მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, წაკითხულიც ამაქვს და ასე გეტყვით, დამესიზმრა კიდეც ამ ზღაპრის ბოლო ნებისმიერ შემთხვევაში კეთილია ბიძინა ივანიშვილი, ნებისმიერ შემთხვევაში მარცხდება, უბრალოდ თვითონ დაირჩიოს ახლა რომელი გზაა მისი დამარცხებისა, მისთვის შედარებით უმტკივ
ნეულო. ნახვამდის.